პარლამენტის კომიტეტებმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაასრულეს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტში 5 ნოემბერს შევა. მომავალი წლის ბიუჯეტით უკმაყოფილონი არიან თავდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა და დიასპორის სამინისტროები. ეს უწყებები დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. დიასპორის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გუბა სანიკიძე აცხადებს, რომ თუ გელათუმბაძის უწყებას 2016 წელსაც არ გაეზრდება დაფინანსება, ის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. ის რაც არის დიასპორულ საკითხებზე გამოყოფილი ძალიან არასაკმარისია. დაუჭერთ ბიუჯეტს ხარს უპრობლემოდ, მაგრამ მომავალ წელს ჩვენ ძალიან სერიოზული ზიანდებებით ვაპირებთ მთავრობას წარუდგინოთ ის სტრატეგია თუ რა არის გასახორციელებელი. თუ არ დაკმაყოფილ და ეს არის მხოლოდ ჩემი ბრალი იქნება, ესე იგი ცუდად ვუშაობ და ნუ მაშინ ახლა მე აღარ მესმის, რატომ უნდა ვიყო თქვა ამ მიმართულების ხელმძღვანელი პარლამენტში. რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, მიმდინარე წელს ჰქონდა 900.000, მომდევნო წელს გათვალისწინებული 1 მილიონის გამოყოფა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს არის ძირითადად აპარატის შენახვის ხარჯი და რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, მთავრობის მოინდან როგორც მიმდინარე წელს მოხდა თანხის გამოყოფა, ასევე გასულ წელსაც მოხდა და მომდევნო წლებში კონკრეტული ღონისძიებების დასაფინანსებლად, რაც დიასპორულ ორგანიზაციებს უკავშირდება, შესაძლებელია მომდევნო წელსაც გამოიყოს თანხები.